პატრიარქის მანქანა ეს პირადი მანქანა არ არის. ეს არის საზოგადო მანქანა, უწმინდეს, რომელი მანქანით გადაადგილებენ ეს პატრიარქი არ ერევა ამაში. ეხლა ვინმე შესიამონება რომ უწმინდესი ზაპოროჟეცით გადაადგილდებოდეს და რომელიმე ადამიანი გადაადგილდებოდეს თქვათ Mercedes-Benz-ით. ეგ საკითხი სალაპარაკო არ არის. უწმინდესის პატრიარქს პირადი ქონება არ აქვს. უწმინდესმა ყველაფერი მისცა ერს და პატრიარქი ერისთვის იწვის. არც ის საპატრიარქო სახლი არის უწმინდესისა, არც მანქანა არ არის უწმინდესისა. აქ პატრიარქი არ არის საუბარი. პატრიარქი აბსოლუტურად უპოვარია როგორც პიროვნება, მას პირადი ქონება არ აქვს. ის არის მთლიანად ეკუთვნის ქვეყანას და ხალხს და არ შეიძლება რომ უწმინდეს ერმა დაამადლოს ან ვინმემ დაამადლოს. რომ გერმანიაში რატომ იმკურნა, რომ ოღონდაც უწმინდესი კარგად იყოს და მაგაში რა ის არის ჩვენი ერის მამა და ერის წინამძღოლი და ჩვენ უნდა ყველა ვლოცულობდეთ. რომ უწმინდესი კარგად იყოს, იმიტომ რომ მისი ავადმყოფობა, მისი ასეთი ავადობა არის ჩვენი ცოდვების და ჩვენი ერის ტვირთველი. ის ჩვენს ტვირთულობს და იმიტომ არის ასეთი რომ თუ არ გიტვირთავს, მაშინ მას არაფერი არ იქნება. ის ძალიან ჯანმრთელი და ძალიან ისეთი ჯანსაღი ადამიანია ფიზიკურად, მაგრამ ამ ცოდვების და ამდენი სიმძიმის ტვირთის გამო დაიღალა და ამიტომ ამაზე საუბარი დიდი მკერხელობა